გამარჯობა. მე გიორგი ვარ. ეს მაზერატია. 1967 წელს მსოფლიომ ამ სახელით ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კუპე გაიცნო, რომელიც საუკუნის გენიოსმა ჯორჯეტო ჯუჯარომ შექმნა. ნახევარი საუკუნის მერე მაზერატიმ გადაწყვიტა, რომ ეს ლეგენდარული სახელი 4-კარიან სედანად ექცია. ავტომოყვარულების აზრი ორ ნაწილად გაიყო. ნაწილი ფიქრობდა, რომ მაზერატიმ საკუთარ ბრენდს და თავს უღალატა. მეორე ნაწილი კი ფიქრობდა, რომ ეს ყველაზე კარგი რამ არის, რაც ბოლო წლებში ავტოინდუსტრიას უნახავს. ეს მაზერატი გიბლია, ეს Q4 2015 წლიანი. ამ მოდელმა მაზერატის ახალი სიცოცხლე აჩუქა და შეიძლება ითქვას, რომ გაკოტრებისგან გადაარჩინა. დღეს განვიხილავთ ამ მანქანას და რეალურად გავიგებთ, როგორი ავტომობილია, თბილისის პირობებში რამდენად რთული შესანახია და ასე შემდეგ. როგორც უკვე აღნიშნე, ეს გიბლი SQ4-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ავტომობილს 410 ცხენის ძალა აქვს. იმ წლებში ეს გიბლის ყველაზე მძლავრი მოდელი იყო. რაც შეეხება ვიზუალს. ვიზუალურად წინა მხარე ძალიან ლამაზი და სექსუალურია, ასევე აგრესიული ხასიათიც აქვს. ერთადერთი პირადად მე რაც არ მომწონს, არის ეს ნიკელის კანტები, რაც კარებებს დაყვება. ჩემი აზრით, შავი ბევრად ლამაზი იქნებოდა. რაც შეეხება უკანა მხარეს. მაზერატი რო არ ეწეროს, ფაქტიურად ვერც მიხვდები, რომ მაზერატია. ერთადერთი სპორტულობაზე აქ ხას უსმევს 4 მაყუჩი, რომელიც ლამაზად გამოიყურება. საერთო ჯამში უკნიდან ლამაზია, მაგრამ წინა მხარესთან ვფიქრობ, რომ ახლოსაც ვერ მიდის სილამაზით. ყველაზე მთავარი. ეს ლეგენდარული კუპე, რომელიც გადააქციეს 4-კარიან სედანად, ვნახოთ რეალურად უკანა მხარეს რამხელა ადგილი გვაქვს. საკმაოდ სივიწროვეა, მაგრამ დიდად შემაწუხებელი არ არის ეს სივიწროვე. დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანი შეძლებს ფეხების აქ ისე განთავსებას, რომ რაღაც კონკრეტულ მანძილზე გადაადგილება შეძლოს. კომფორტული სავარძლებია, აქ გვაქვს ბარი, რომელსაც ხელს ჩამოვადებ, დაისვენებ. კარები ცოტა სჭრაჭუნობს, მაგრამ არა უშავს. ხო, კომფორტულად ვზივარ სივიწროვეში, ესე რომ ვთქვათ. შეიძლება ითქვას, რომ მაზერატის გამოუვიდა 4-კარიანი სედანის შექმნა. წარმატებით გაართვეს თავი ამ მისიას. მოდი ახლა წინ გადავინაცვლოთ და მერე ძრავს ჩავიხედოთ, ნახოთ იქ რა ხდება. ეს ავტომობილი თავის დროზე ღირდა დაახლოებით $100,000-მდე. მაგრამ ძალიან ცოტა წლის გასვლის შემდეგ მისი ფასი საგრძნობლად დაეცა. დღესდღეობით ამ ავტომობილის შეძენა $10-15,000 ფარგლებში შეგიძლია. და რატომ მოხდა ეს ყველაფერი? პირველი მიზეზი ალბათ არის კრაისლერის სინდრომი, რაც გამოიხატება ღილაკებში. ყველა ღილაკი, რაც ამ ავტომობილში ხდება, არის დოჯიდან და კრაისლერიდან აღებული. იმ დროს მაზერატი Fiat Chrysler-ის ჯგუფში შედიოდა და შესაბამისად ბევრი აღარ იწვალეს და აღარ იფიქრეს ახალ ღილაკებზე და პირდაპირ არსებული აიღეს და გადმოიტანეს. სავარძელი, ჩემი აზრით, საკმაოდ კომფორტულია. რაღაცნაირად სპორტული ხასიათი ამ ავტომობილში მაინც იგრძნობა, როცა ჯდები. შიფტერები საჭეზე აქვს. აქ გვაქვს საკმაოდ დიდი ბარი, რომელიც კომფორტული არის. დიდად პრაქტიკული არ არის, მაგრამ კომფორტულია, ხელი ძალიან კარგად დევს და შეიძლება დაისვენო. დიდად ხარისხიანი არ არის, რადგან ეს კარბონის დეტალები უკვე დახეთქილია, დაბზარულია, ლაკი ამძვრალი აქვს. აქ გვაქვს სათავსოები, ერთი სათავსო, სადაც ორცალი cup-holder-ია. მეორე სათავსო, არ ვიცი, რაღაცეების ჩასაყრელად და თავარი სათავსო, რომელიც გაფუჭებულია და ესე უნდა გააღო. შეგიძლია ჩადო რაღაცები, მე ისე დაკეთო. მე ესე უნდა გააღო. მონიტორი. ეს მონიტორი მაგონებს 90-იანების პატარა ტელევიზორს. იმიტომ რომ ესეც Dodge-ის ან Chrysler-ის ტელევიზორ მონიტორია. ხო და აი ამ დეტალებმა განაპირობა ამ ავტომობილის ფასის ვარდნა.
კიდევ ბევრი სხვა დეტალი არის, მაგრამ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. ასევე აღსანიშნავი არის ეს პატარა მაზერატის საათი, რომელიც მე ძალიან მომწონს. ტორპედოს აქვს ძალიან კარგი ფორმა და ძალიან უხდება ამ სალონს და ამ ინტერიერს. სავარძლებზე უკვე ვთქვი, რომ საკმაოდ რბილია და კომფორტული სავარძლებია და ვიზუალურადაც საკმაოდ მიმზიდველად და ლამაზად გამოიყურება. ეს წითელი ნაკერები ჩემი აზრით უხდება ძალიან. ამ ავტომობილის მთავარი საიდუმლო არის Ferrari-ის ძრავი. ეხლა ჩავიხედოთ ძრავში და გავიგოთ რეალურად Ferrari-ის ძრავი დევს თუ უბრალოდ მარკეტინგული ხრიკია. ეს არის V6 3.0 Twin Turbo, რომელიც გამოიმუშავებს დაახლოებით 404-დან 410 ცხენის ძალამდე 550 ნიუტონ-მეტრი აქვს და 0-დან 100-მდე დაახლოებით 4.8 წამში ჩქარდება. რეალურად ეს ძრავი არც ერთ Ferrari-ში არ დევს, მაგრამ ნაწილობრივ აწყობილი არის Ferrari-ის ქარხანაში. და ამიტომ Maserati-მ გამოიყენა ეს ხრიკი, ნაწილობრივ ხრიკი და ძრავი გაასაღა როგორც Ferrari-ის ერთ-ერთი ძრავი, მაგრამ რეალურად Ferrari-ის ძრავი თავიდან ბოლომდე არ არის. ამ ძრავს აქვს ძალიან სასიამოვნო ხმა. Maserati-მ სპეციალურად დაიქირავა საუნდ ინჟინრები, ხმის ინჟინრები, რომ ამ ძრავს ესეთი მაგარი ხმა ქონოდა. და ეხლა მოგასმენინებ. არ შემიძლია არ აღვნიშნო ამ ავტომობილის გასაღების სილამაზე, რომელიც ძალიან ლამაზად და მიმზიდველად გამოიყურება. სტარტ-სტოპი მარცხენა მხარეს აქვს. ეს არის ამ ავტომობილის ჩვეულებრივი ხმა, მაგრამ როგორც კი სპორტის ხილაც დააწვევი, ყველაფერი მაშინვე იცვლება. ძალიან კარგი ხმა აქვს. კაი, მოდი ახლა გავიაროთ და დანარჩენი გზაში ვისაუბროთ რაღაც დეტალები ამ ავტომობილზე. $1967 წელს Maserati-მ გადაწყვიტა, რომ შეექმნა ისეთი ავტომობილი, რომელიც კონკურენციას გაუწევდა Ferrari-ს და Lamborghini Miuras. საკმაოდ ლამაზი ავტომობილი შექმნეს და პირველივე წელს გაყიდვებში Ferrari-ს აჯობა და Ferrari-ზე მეტი ავტომობილი გაყიდა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სილამაზით Miuras-თან ახლოსაც ვერ მივიდა. ამ ავტომობილით ქალაქში გადაადგილება განსაკუთრებით ისეთ დროს, როცა საცობი არ არის ძალიან სასიამოვნო და ძალიან გასართობი ავტომობილია. 410 ცხენის ძალა გაქვს. გაქვს სპორტ რეჟიმი, რომელსაც საოცარი ხმა აქვს და ნებისმიერი ყისიერი გაზის პედალზე ფეხის შეხება არის ერთი სიამოვნება. შეუძლია ამ ავტომობილს საკმაოდ სწრაფად სიარული. იტალიელებმა გადაწყვიტეს, რომ მესამე თაობის გიბლი ყოფილიყო გერმანელების კონკურენტი. BMW-ს კონკურენტი Mercedes-ის, Audi-ს და Porsche-ს. მაგრამ მე მგონი, რომ არ გამოუვიდათ ეგ ამბავი, იმიტომ რომ M5 უფრო სწრაფია ვიდრე ეს ავტომობილი. ამ ავტომობილის ფასის ვარდნა განაპირობა მისმა სერვისმა და უცოდინრობამ და რას გულისხმობ უცოდინრობაში. არა მარტო საქართველოში, მსოფლიოში ძალიან ცოტა გამოცდილი ხელოსანია, ვინც იცის ამ ძრავის შეკეთება და შესაბამისად ეს აისახა ყველაფერზე. გარდა ამისა, ის სათადარიგო ნაწილი, რომელიც კავშირშია Ferrari-სთან, ძალიან ძვირიღებს. და რეალურად ამ ავტომობილის შეკეთება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. უნდა ითქვას ისიც, რომ საკმაოდ გამძლე სავალი ნაწილი აქვს, 1800 კილოა ეს ავტომობილი დაახლოებით და თბილისის პირობებში მაინც კარგად უმკლავდება სავალი ნაწილი ესეთ სიმძიმეს. თბილისშიც არიან კარგი ხელოსნები, ძალიან ცოტა მართალია, მაგრამ მაინც არიან ისეთი ხელოსნები, ვინც ამ ავტომობილს
შეაკეთებს და ამ ავტომობილის ესმის ესე რომ ვთქვათ. წვას რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ როცა ამ ავტომობილს ყიდულობ, იქ ეკონომია უნდა დაივიწყოს საერთოდ, იმიტომ რომ 20 litrს ძალიან თავისუფლად წვავს. თუ ცოტა საგაზავებ 20-ზე ბევრად მეცაც დაგიწყოს. 15-საც დააწევინებ, მაგრამ ამ ავტომობილით რო დადიხარ, მგონი ძნელია ისე იარო, რომ 15 ლიტრი დაგიწვას. აუცილებლად მოგინდება, რომ სადღაც მიაჭირო და როგორც კი მიაჭერ, უკვე ძალიან ბევრი წვას იწყებს. ასე რომ ეკონომია დაივიწყეთ. საკმაოდ ხისტი ავტომობილია, არ გეგონოთ, რომ ამ ავტომობილით კომფორტულად ივლით. ან კომფორტში გულისხმობ სირბილეს. ყველანაირ ორმოს იგრძნობ, როცა ამ მანქანებზე დავდები და რაღაცა უსწორ მასწავლებელზე გადაივლი და არც უნდა გამიკვირდეს, იმიტომ რომ ეს არის სპორტული ავტომობილი და შესაბამისად ხისტი დაკიდების სისტემა აქვს. კიდე ერთი საინტერესო ფაქტი არის ის, რომ 4x4-ია ეს ავტომობილი, მაგრამ როდესაც სწორ გზაზე მიდიხარ, ძირითადად იყენებს 100% უკანა წამყვან თვლებს. ჭკვიანი სისტემა აქვს და როცა ავტომობილი ხდება მაგალითად მოსახვევში სწრაფად შესulis დროს, ან ადგილიდან მყისიერად აჩქარების დროს ძალიან სწრაფად იყენებს 50-50-ზე სისტემას და დატვირთვა თანაბრად ნაწილდება წინა წამყვანზე და უკანა წამყვან თვლებზე. ანუ როცა შენ ადგილიდან სტარტა 4x4-ზე სისტემას იყენებს და უკვე როცა ხვდება რომ აღარ არის საჭირო წინა წამყვანი თვლები 100% გადადის უკანა თვლებზე და ძალიან კაია ეს. იმიტომ რომ არ მოსრიალდები ადგილიდან საკმაოდ სწრაფად წახვალ, როგორც უკვე გითხარით 4.8 წამი სჭირდება 0-100-ის განსავითარებლად. ძალიან გასართობი მანქანა არის. ნუ კი უხარისხო დეტალები ხდება, რა თქმა უნდა, ავტომობილში. სიჩქარეების გადამრთველი 8 სიჩქარიანი ავტომატური პალოფი აქვს. მაგრამ თუ ხშირი შეხება არ გაქვს ამ ავტომობილთან, ძალიან გაწვალებს. იმიტომ რომ უკუსლაში პარკირებიდან გადართვა ისე ხდება, რომ აცილებ. რაღაცნაირი ბერკეტი აქვს, მოკლედ მიჩვევა უნდა რა. ასევე აქ გვაქვს შიფტერები. ძალიან მომწონს ეს შიფტერები საჭეს რო არ დაყვება და დამოუკიდებლად რო არის აქ სადაც არის, მაგრამ ცოტა არაკომფორტულად არის განთავსებული. არ ვიცი ეს მე მგონი გაღუნულია ცოტა ამოთხმებისგან და წვალებისგან. ძალიან ახლოს არის რა საჭესთან. აქ ფაქტიურად ცოტა ისეთ მანევრზე შეიძლება შიფტერს ხელი ჩამოარტყა ან გაგეჭედოს ან არ ვიცი. ძალიან არაკომფორტულად არის. ძალიან მომწონს ამ ავტომობილის ლოგო, სამკაპი, რომელიც მოდის ქალაქ ბოლონიიდან. ძმები მაზერატებიდან ერთ-ერთი ძმა, რომელიც იყო მხატვარი და არანაირი შეხება არ ჰქონდა ავტომობილებთან. შექმნა ეს ლოგო, რომელიც მაზერატის სახეთ იქცა და წლების განმავლობაში რებრენდინგი არ განუცდია და სულ იგივე ფორმայებს. ქუჩაში ამ მანქანას ყველა ცნობს, ეს ლოგო ყველა მიცის. სახელი აქვს ამ ავტომობილს და ქუჩაში როცა გადაადგილდები, გინდა არ გინდა მაინც იქცევს გამლებების ყურადღებას. აი M5-ს მაგალითად ნაკლები ადამიანი ამჩნევს, იმიტომ რომ მაინც BMW-ა, ძალიან ბევრი BMW დადის ქალაქში და შეიძლება ითქვას, რომ მაზერატი შედარებით იშვიათი ავტომობილია, ვიდრე BMW, Mercedes-ი, Audi, თუნდაც Porsche. შესაბამისად, არ უნდა გაგიკვირდეთ ადამიანების ყურადღების მიქცევა, როდესაც ამ ავტომობილს მართავთ. ეს ავტომობილი სიგრძეში არის დაახლოებით 5 მეტრამდე, 30-25 სანტიმეტრი აკლია, 5 მეტრს. სიგანეშიც საკმაოდ გაბარიტული ავტომობილია და აღჭურვილი არის ძალიან ბევრი სენსორით, რომ რაღაცას არ გაუსვა, გამოუსვა და არ დაკაწრო მანქანა. შესაბამისად, დღის განმავლობაში ძალიან ბევრ ხმას გამოსცემს საცობში განსაკუთრებით, ოდნავ მიუახლოვდები თუ არა სხვა მანქანას.
ეგრევე იწყებს რაღაც ხმების გამოცემას. სიმართლე რომ გითხრა, არ ვიცი გათიშვის ფუნქცია აქვს თუ არა. და ცოტა ყურისთვის დამღლელი არის, მაგრამ რა თქმა უნდა საჭიროა, იმიტომ რომ როცა ახალი შეძენილი ყავს ეს მანქანა და სანამ გაბარიტებს კარგად მიეჩვევი, ხელს გიწყობს და გეხმარება რომ ავტომობილი არ დააზიანო. ასევე მინდა ვთქვა სამუხრუჭე სისტემის შესახებ. მაზერატი ქარხნულად არის ბრემბოს სამუხრუჭე სისტემით აღჭურვილი, რომელიც თავის საქმეს იდეალურად ასრულებს. ტონა 800 არის ეს ავტომობილი და არ არის მარტივი გასაჩერებელი ამ ხელაწონა, მაგრამ ძალიან კარგად მუშაობს სამუხრუჭე სისტემა. და ეს ძალიან დიდი პლუსია სწრაფი მანქანისთვის, რომ თუ დაგჭირდეს მყისიერად მოახერხო გაჩერება. მოდი ნახოთ აჩქარება როგორი აქვს. ამისთვის გვჭირდება სპორტ მოდი და სუდი არ არის. რაც დაუვიწყარია, მაგრამ სუდი ნამდვილად არ არის. მოდი ერთით. დარწმუნებული ვარ ამ ვიდეოს ნახვის მერე ბევრ თქვენგანს მოუნდება ამ ავტომობილის მართვით სიამოვნების მიღება. ეს ავტომობილი გვათხოვა luxury car rent-მა და თქვენ შეგიძლიათ ეს მაზერატი იქირაოთ ერთი დღიდან დაწყებული რამდენი დღითაც გნებავთ უსასრულო დღეების რაოდენობით. თუ გამოიყენებთ ჩემს პრომო კოდს TURBOTEAM SQ4 მიიღებთ ესეთ შეთავაზებას. 5 დღის ქირაობის შემთხვევაში მე-6 დღე იქნება საჩუქარი და გადმოგეცემათ უფასოდ ეს ავტომობილი. მოდი ახლა შევაჯამოთ დღევანდელი დღე. რა გამოცდილება მივიღეთ. სამართავად ძალიან სასიამოვნო ავტომობილია. არანაირ დისკომფორტს არ განიჭებს ქალაქში ყოველდღიური გადაადგილებისას. თუ ამ ავტომობილის შეძენა გინდა, ან გინდოდა და თავს იმიტომ იკავებდი, რომ თბილისში გონია, რომ ამის სერვისს ვერ გააკეთებ, ვერ მოუვლი და ასე შემდეგ, ცდები. უკვე ბევრი ხელოსანი არის, შეგიძლია კარგი სერვისი ჩაუტარო ამ ავტომობილს. მე ხა კონკრეტულად ადგილებს არ დავასახელებ, თავს შევიკავებ ადგილების დასახელებისგან, მაგრამ არიან ისეთი კომპანიები, ვინც პასუხისმგებლობას აიღებენ შენ მანქანაზე და მიხედავენ ისე, როგორც საჭიროა. ასე რომ შეგიძლია თავი აღარ შეიკავო და გაბედულად მიიღო გადაწყვეტილება და იყიდო ეს მანქანა. ძალიან ისიამოვნებ, ძალიან გაერთობი, ეკონომია დაივიწყე, მაგრამ მიიღებ სიამოვნებას და მე ვფიქრობ, რომ ამ მანქანისგან სწორედ ეგ არის მთავარი, რომ სიამოვნება მოგანიჭოს. დღევანდელი ვიდეო ამით დასასრულს მიუახლოვდა. გამოიწერე TURBOTEAM-ის არხი და დაწერე კომენტარებში შენი აზრი ამ მანქანასთან დაკავშირებით. დროებით.